დღევანდელ ვიდეოში ჩვენ შევეცდებით რომ გავაკეთოთ წარმოუდგენელი, შევქმნათ Mercedes-ი, რომელიც იქნება S-კლასზე კომფორტული. S-კლასმა წლების განმავლობაში ოქროს სტანდარტი დადო, რომ კომფორტი თუ გინდა და ბიზნესმენი თუ ხარ, უნდა ყავდეს S-კლასი. რაც არ უნდა სხვა ბრენდის მოყვარული იყო, როცა მიდგება საქმეზე, რომ შენ უკან უნდა იჯდე და მძღოლი უნდა გემსახურებოდეს, მაგ შემთხვევაში იჩევ S-კლასს. მეც ჩემ თავზე მიფიქრია, რომ დაუბერდები და გადაადგილება, რომ დამეზარება ქალაქში. რას ვიყიდით? მიუხედავად ისა, რომ BMW მე-7 სერია, შედარება რომ გავაკეთოთ, არის iPhone-ი და Android-ი, ხო, Samsung-ი რო აიღო. ყველაფერი ჯობია Samsung-ი, მაგრამ ყველას რა ვიცი, ყველას iPhone-ი გვაქვს, რა. ანუ ეგეთი ვარიანტი, რაღაც სტანდარტია. ეს S-კლასი ეგეთი სტანდარტია. დღევანდელ დღეს ფუნქციებით მე-7 სერია ყველაფერი ჯობია, მაგრამ ისტორიით, სახელით, ბრენდით S-კლასი ძალიან წინ არის. ნახოთ, რითი არის განსხვავებული და რითი იზიდავს ამ ბიზნესმენებს. ახლა უკანა სავარძელზე არის გათვლილი, მოდი უკან ჩავჯდეთ. ანუ ფართი არის იმ შემთხვევაში, თუ ეს წინა სავარძელი მიწევდი. ანუ ერთი კაცის ადგილი დაიკარგა. მეორე კაცი მძღოლი რაღაცა კარგად რო იჯდეს საჭესთან, მეორე გზავს აშკარად არ აქვს ამდენი ადგილი. მძღოლია ახლა როგორც ძის აქ. ანუ აქ უკვე მაგდენი ადგილი არ რჩება. მძღოლს ახლა სავარძელს ვერ მიაწევინებ. რახან უკანა სავარძელზე არის Mercedes-ის გათვლილი. ეს ყველა ფუნქცია შეგიძლია აქედან მართო ეს წინასი სავარძელი. ბარი გაქვს. ეს ერთი შეხედო, ყველაფერი გაქვს. კომფორტულად ძიხარ, მიდიხარ, უკან ეს მაცივარი გაქვს. შეგიძლია წყალი გამოვიყო, არ გვინდა, მე რეკლამა გამოვიყო. განხილვებში დანახი გექნებათ S-კლასი და განხილვას არ დავიწყებ, მინდოდა რომ უბრალოდ ეს თვალსაჩინო ყოფილიყო ამ ვიდეოში შემეხსენებინა რომ რა არის. მოდი ახლა გადმოვა და გადავიდეთ უკვე ჩვენ მიზანზე. ახლა წამდენია სპორტული საინფორმაციო პორტალი კოროკოჯი, ჩვენი პარტნიორი Elfi, სეთების კომპანია და ასევე ჩვენი ახალი პარტნიორი Cargopolo, რომელიც არის საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია, ავტოდილერებს ემსახურება ამერიკიდან მანქანების შესყიდვასა და ტრანსპორტირებაში. კომპანია აპირებს დილერებთან შეხვედრას ყველა რეგიონში ეს ოფისი ვერ გახსნი. ამიტომ გადავწყვეტეთ ეს მობილური ოფისის გაკეთება, სადაც ჩავა დილერებს შეხვდება თვითონ მობილურ ოფისში და კომფორტული გარემო ექნება. და სწორედ ეს მანქანა იქნება დღეს ჩვენი კონკურენტი, რას უწუნებთ S-კლასს, რა არის ის კრიტერიუმები, რასაც S-კლასი ვერ აკმაყოფილებს. 2 სავარძლის მაგივრად უნდა ყოფილიყო 6 სავარძელი, ასევე უნდა ყოფილიყო ბევრად კომფორტული სავარძელი, ვიდრე S-კლასს აქვს, უნდა ყოფილიყო დიდი მონიტორი, შუაში გვინდა მაგიდა. საბოლოოდ შეჯამება რომ გავაკეთოთ გადაწყდა რომ გავაკეთოთ მობილური ოფისი, ანუ მინი ავტობუსი, ან მობაილ ოფისი, ბევრ რაღაცა შეიძლება დავარქვათ. შეიძლება ბევრს გეცინებათ, ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე და არხი გამოიწერეთ, ვნახოთ რა გამოვა ჩვენს გვაინტერესებს. ამ ვიდეოში ნახავთ სრულ პროექტს დასრულებულს, ასე რომ დაეღოთ, არ გადაახვიოთ, იმიტომ რომ გზაში შეიძლება რაღაცეები თქვენც მოგეწონოთ და გაითვალისწინოთ, ამიტომ წავედით. პირველ რიგში მოვიდით Mercedes-ის ცენტრში. რაღაცა კაი ვარიანტები ვნახეთ, ისე S-კლასები, მაგრამ S-კლასი აღარ გვინდა. ვითხრეს რომ უნდა შეუკვეთო, შეკვეთა არ ვიცი 6 თვე თუ 1 წელი აღარ ვკითხეთ, იმიტომ რომ ვიცი რომ დიდი ხანი უნდა. ამიტომ ისე ჯობია რომ რაც მახსენდება ერთადერთი არის Ford-ი, Ford შეიძლება ყავდეს დიდი მოდელი, მაგრამ Ford-ი ცოტა ამ კლასში ნაკლებად ჯდება ესე რომ ვთქვათ რა და არ ვიცი, მაინც გავივლით, ნახავთ. მახსენდება კიდე Volkswagen-ი, რახან იქით მივდივართ, მაგრამ გავივლით, ყველაფერს დავათვალიერებთ. ბოლო ვარიანტია, რაც ეხლა გამახსენდა, არის რომ პროექტზე სანამ შევახმოთ ბაზრობა რო არის, ბაზრობა სანამ დაიწყება, არის რაღაცა მარშრუტკების ბაზრობა, სულ-თეთრი მარშრუტკები აყენია რა. ხო და შეიძლება რომ იქ ვნახოთ რამე დიდი. სხვა ვარიანტი არ არის, იქაც თუ არ ვნახეთ, მე არ ვიცი უკვე რას ვიზავთ. ჩვენ თვითონ ვერ ავაწყობთ. მანქანა მაინც მინდა რომ შიგნით ავაწყოთ, ასე რომ ვნახოთ, წავედით. მოვიარეთ ცენტრები, ყველგან ვიყავით, მაგრამ ჩვენ რაც გვინდოდა, ის ვერ ვნახეთ. ეხლა ჩამოვედით ბაზრობაზე. ეხლა შემოვედით, დავათვალიერებთ, უბრალოდ რაც არის ჩვენ რომ შუშებიანი გვინდა, ეს გრუზავოისაც ეძახიან, გრუზავოი არ გვინდა. იქნებ რამე ვნახოთ, მაგრამ გვინდა რომ ახალი იყოს, ვიცი რომ ცენტრში არ ვართ, მაგრამ რაღაცა 2000-1000 გარბენით კაი მდგომარეობაში. ერთ-ერთი კიდე მთავარი ჩვენი მისია რაც არის რომ 3500 კილოგრამამდე იყოს რომ B კატეგორიით შეიძლებაოდეს ამის ტარება. რომ იქ მძღოლის პრობლემა არ იყოს, ვისაც გინდა რომ დაждდება. ჩვენი ტექნიკური ავტომობილი რაც არის, ისაც ეგრევე იყიდეთ სპეციალურად რომ B კატეგორიის 3 ტონა ნახევრამდე არის და B კატეგორიით მართავ. რომ ქალაქ ჩვეულებრივ მანქანას ვინც ატარებს ესე ადვილიანით რო ახსნა, რომ ეგაც გაატაროს და ამე პრობლემა არის. ეხლა იმენა Ford-ი, აი Mercedes-ი, მაგრამ ესაც ისაა. Gruzavoy,
ამდენი გულწამო ისე შევაჭრათ. იქ დავინახე რაღაცა. ნუ თეთრი არ გვინდა, ყველაზე ნაკლებად თეთრი გვინდა. იქ დგას რაღაც ახალი რესტაილინგის ფარებზე დგას. ახალია, მაგრამ შუშები. აქ რასაც უყურებ, სულ ეს უშუშოები დგას რა. უშუშოები, კაი ნახა, მე კაი უშუშოები. ხო და მაგის ამოჭრა, მე ეგ ხო სატვირთო არის და მე მაგის სამგზავროდ გადაკეთება საბუთებში არ ვაძლევთ უნდა იშოვო, როგორც და ისე მიხვიდე მე ტექ ინსპექტირებას. ხო და არ გვინდა რა. ანუ წამშუშიანი რაღაცა უნდა ვნახოთ, თორე დარხეული ყო. ბოლოში ვართ უკვე აზრი აქვს თუ არა აქვს, თუ სხვაგან არის კიდე სადმე ბაზრობა? აი მოდი აქ. არა ის მზე ისე ირეკლავდა რომ შუშები მეგონა და აი ესეთი გვინდა. მაგრამ ეს სატვირთოა. ხო და არა მოიცა მოიდან ორი კაი არ ვიცი რას ვიზავთ ძალიან ბევრი მანქანა აყენია უმეტესად მერსედესები ჩვენ საბოლოოდ ხა მივხვდით რომ ყველა ცენტრში ვიყავით მაინც ვიფიქრეთ რომ მაინც მერსედესია რამეს მოვიფიქრეთ არ ვიცი ოღონდ აქ ვაფშე შუშიანი მანქანა არ დგას ერთი იდგა იქ ზემოთ ის მოკლე იყო და მოკლე არ გვინდა იმიტომ რომ შეიძლება ვიდი გვინდა ისაც ფართის პრობლემა გვაქვს არ ვიცი რავი დაიაროთ ვიდეოს როგორ გაგრძელდება არ ვიცი საქართველოს მოვიარეთ, მაგრამ ვერ მოძებნეთ ისაც ჩვენ გვინდოდა. საქართველოში ეგრე ადვილად ვერ პაულობ ყველაფერს, იმიტომ რომ ახალი გვინდოდა, ეს არ არის ძველიან მიტოვებული, როგორც წინა ვიდეოებში ნახეთ და სადღაც ჩავდიოდით და რაღაცებს ნახულობდით. ასე რომ ისევ კარგოპოლოს რომ მივმართეთ, სადღაც სვენახევარში ორ თვეს ჩამოგვიყვანეს. ეხლა გზაში არის, ნახავთ რა არის. სურათებიდან ვიცით, რა თქმა უნდა, ახალი მანქანაა დაუზიანებელი. უბრალოდ ჩინა როგორია, ზომები მაინც დეტალურად ახლიდან უნდა ავიღოთ. შევიყვანოთ, დავათვალიეროთ რა გამოვა. აი მანქანაც მერსედესია, მაგრამ ემია. თავარეგა, ძალიან დიდი არის. ეხლა ეგრევე დრო არ გვაქვს. რახან აქ მანქანა ვერ ვიშოვეთ და გაგვეწელა ეს პროცესი. სანამ მანქანა ავტომობილი ჩამოვიდა, მიზანი გვაქვს რომ ერთ თვეში მოვრჩეთ. რაც შეიძლება მალე უნდა დავშალო, დრო არ გვაქვს. წავიდა. პროექტი გვაქვს. უკვე იცით ყველამ. გამოდოთ თქვენი დაშლილი არის პრინტერი. მობილური ოფისი დავარქვათ. რახან ეს უნდა გადაადგილდნენ და ადგილზე უნდა შეხვდნენ რეგიონებში. უნდა ჩავაყოთ 6 სავარძელი. 6-ვე სავარძელი უნდა იყოს კომფორტული, სივცე და ზომები. ეგ ზომები არის სასწრაფოდ გასაზომი და შეკვეთა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, რა გვინდა, როგორ გვინდა რაღაცები, რაც აქ არ მოიპოვება. ჰერმეს ორინჯი უნდა იყოს. მოთხოვნა ეგ არის, რომ ამ სალონი იყოს ჰერმეს ორინჯი. ელექტროობის თემას რაც შეეხება, ყობა გადაწყვეტილი არ გვინდა, მინიმალური გვინდა. დამტენები, ოღონდ ფასტები, 220 ვოლტი გვინდა. დამოუკიდებელი გვინდა ეს კაბინა იყოს, თავარი არის, თუ რაღაცა მოხდა უკან, ისეთ მეტად მოიხმარეს ენერგია, რომ მანქანა დაიქოგოს და წამოვიდოს. დახურული სივრცე ну შერჩევითი განათებით, როცა სამგზავროდ ექნება რთვილი განათება დაბალი ლუქსით და გვექნება მერე კიდევ ძლიერი განათება, როცა შეხვედრა გვაქვს და გვიწევს რაღაც მუშაობა. პლუს ამისთვის ელექტრონულად ჩავდებთ სადენებს სპეციალურად ამ ყველაფერს დავიგმავთ, დავამატებთ მართვის პანელს, საიდანაც ეს ყველაფერი იმართება. გვექნება, რა თქმა უნდა, ინტერნეტი, 220 ვოლტი, გვექნება მაცივარი. მაგის პროექტი გვინდა შენგან სასწრაფოდ, რომ ბიჭებმა უკვე შიგნით სხვა რაღაცებზე მუშაობა დაიწყო. ნუ ხმა დავიბრუნოთ ეს ჩავაყოლოთ უეჭველი, რომ მოუწევს თამაში. სკამის განლაგება უნდა მოვიფიქროთ ზონების მიხედვით და როგორ იქნება. საკონფერენციო სივრცეც თუ სჭირდებათ, რომ პირობითად 4 სავარძელი ერთმანეთს უყურებდეს ამ მსგავსი რაღაცა თუ არის. გასათვალისწინებელი. ერთადერთი რაც მინდა რომ რაც შეიძლება ფართე და ისეთი კომფორტული იყოს სავარძელი. ეს მართვის პულტები ყველა სკამსულო თვითონ კონდეს. ძღოლს და წინა მგზავრშორის უნდა იყოს ტიხარი, ტელევიზორი ჩავაყენოთ, რომელიც просто მოძრავი იქნება. ვიანო რო გავაკეთეთ, ტელევიზორი რა ჩადიოდა, მაგრამ კამერა ქონდა. და კამერით ელაპარაკებოდი. ეგ რაღაც არ გამოდგა.
იმიტომ კამერით მაინც კონტაქტი ისეთი ვარიანტია. გეიდი იქნება. ის გვინდა რომ მონიტორი ჩავიდეს და ამოვიდეს რა. მონიტორი ალბათ თუ დიდ მასშტაბიან ტელევიზორი იქნება. ტელევიზორიც რაღაცა მინიმალური მოხმარებით 12 ვოლტიანი რაღაცა იქნება. Smart ტელევიზორი, რომელსაც მეორე ფუნქცია ექნება. და თხელი რა, რომ იქ ბევრი ადგილი მოგცეს. ანუ ყველაფერში უნდა მოვიგოთ ადგილი. ერთადერთი სავარძელი მინდა რომ ფართე იყოს. წონაზე გავაკეთოთ აქცენტი, რომ ეს მანქანა არის 3 ტონა ნახევარს. და უკან არ ვიცი, იმდენი რაღაცები არ ჩავტომ, მაგრამ იმაზე მეც მაინც ეს რაღაც გათვლილი იყო, რაღაც 16 გზავზეც რომ ამდენზე იყო. 16 გზავზე იყო, 6 კაცი და განამაგდენი რა უნდა ჩავდოთ. ტონა ნახევარი ჩავდოთ, სიტყვაზე მეტი რა უნდა ჩავდოთ. ეხლა არის თავარი დროის პრობლემა, ერთი თვე გვაქვს ამაზე. საბოლოოდ რაღაცებზე შევთანხმდით. გარე ვიზუალი, რაც თქვით, გარე ვიზუალი ეს კლასენის რაღაცა ზედმეტი გადამეტებული ბამპერები და რაღაცები ამოვიღეთ. თავის ბამპერებს შევღებავთ, რაღაცა ჩვეულებრივ მატო ფერში არის და მინიმალურად კარგო პოლო სტიკერებს გავუკეთებთ. დისკებსაც გავაშავებთ. სავარძლები რაც შეეხება აი ამას ესეთი ვარიანტი ქონდა პირველი რომ ესე ჩაგულაგებინა, მაგრამ ეს ოფისი არ გამოდიოდა, ამიტომ ესენი შემოვატრიალეთ. წინ ესე 4 კაცი ერთმანეთს უყურებს და უკან აქ შუაში დავტოვეთ გასასვლელი და უკან ორი სავარძელი იქნება, ამ სავარძლებზე გვინდა რომ ეს მაგიდები ჩამოვიდეს. ფერზე შევთანხმდით, ჭერზე რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცა შეკვეთები მივეცით, რაც გვეჩქარება, იმედია ზომები დროში და ყველაფერი მალე ჩამოვა. ტიხარს გავაკეთებთ და ამ ორ სავარძელს ესე ზურგით მივადგავთ. ამ ტიხარზე ტელევიზორი დაიკიდო, რომელიც ესე ჩავა პულტით. ეხლა ეს ძალიან კაია რომ ყველაფერს ყვები მე რა გამო არ ვიცი ეს ჩვენი რენდერები არის და იმედი ამ რენდერთან ახლოს იქნება ეს ყველაფერი. რადგან ეს მარშრუტკა არის რაღაცა მოლაპარაკებებისთვის დილერებთან რეგიონებში უნდა იაროს, ყველანაირად გავთვალეთ ის რომ მთელი აქცენტი გვაქვს სავარძელებზე, რომ სავარძელს კონდეს და სავარძელები მოვიძიეთ უკვე რომ სავარძელს ექნება მართვადი პულტი, სავარძელს ექნება მასაჟორი ну, ყველანაირი მართვა რო ეს ფეხები ამოვიდეს, ჩავიდეს, ზურგი გადაწვეს. Შეუკვეთეთ, რაც აქ ვერ მოვიძიეთ, ეგენი ჩამოვა, ჩვენ ტიხრებს დავიწყებთ, რაღაცებს დავახვედრებთ. იმედია ზომებში დავემთხოვით და მე კიდე გადაკეთება, გადმოკეთება არ მოგვიწევს, იმიტომ რომ გადაკეთება რო გვიწევს ხოლმე, უფრო ბევრ დროს კარგავთ, მაგრამ ეხლა ამჯერად ჯობია რომ გავრისკოთ და დავახვედროთ. ამ სქემით მივდივართ. ძალიან საინტერესო არის საბოლოოდ რო ვიდგები, რასთან ვიდგები რა. იმედია კიდე სურათებთან არ ვიდგები. აბა ნახოთ რა გამოვა. დამთავრდა ჩვენი პროექტი. 3 თვე გავიდა. არ ვიცი მე 3 თვე წინ დავიწყეთ ამ ვიდეოს გადაღება და რეები გელაპარაკეთ. რა გეგმები იყო, მაგრამ წესით ყველაფერს გავყევით. მოდი ახლა დავიწყოთ რა გამოვიდა ჩვენი კარგო პოლოს მანქანა, მობილური ოფისი. გარედან მინიმალურად ჩავერიეთ მანქანაში. ეს მატოვი დეტალები რაც იყო. ეგენი გადავღებეთ და ის დისკები იყო ვერცხლისფერი და ეგაც რა თქმა უნდა ფეჩი შევღებეთ და გავაშავეთ. ესე გვინდოდა რომ ხო ეს სლიფერი მანქანები. ეს ყოფილიყო ლაგჟერი სლიფერი მანქანა. გარედან რო შეხედავ, მარტო მივხვდები რომ რაღაც კარგო პოლო აწერია. ნეტა რა არის? კარგო პოლო ძალიან კარგად იცი უკვე რა არის. ჩვენი არხის პარტნიორი და დილერებმა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უკვე. ჩვენ გვინდოდა რომ მინიმალისტური ყოფილიყო, რაც შეიძლება, ლაგჟერი ყოფილიყო, მაგრამ რაღაცა ზემოთ დაწვრთული დეტალები არ ჩაგვესვა, რაღაც ყავის აპარატები და ეგეთ რაღაცები არ მოგვეფიქრებინა. კომპაქტური ყოფილიყო და კომფორტული. მოდი შევიდეთ შეგინი განახი უკვე რა ხდება. ჩვენი ინტერიერი, კარებს დავკეტავ, არავინ ვარ შემოგვივარდეს. 6 სავარძელი გვაქვს, როგორც მოთხოვნა იყო. სავარძელს აქვს კონსოლი, საიდანაც მართავ მთლიანად შენ სავარძელს დააჭერ. ამოიწევა ზემოთ ეს კომფორტულად მართო. აჰა, ორა მოვიდა. და აქ ყველა ფუნქცია. შეგიძლია გაგრილება ჩაირთო სავარძელში, შეგიძლია გათხოვება ჩაირთო. ახლა მასაჟორი ჩავთვლე, დაიწყებს მასაჟებს გამიკეთებს. რა თქმა უნდა, მემორია აქვს, მეხსიერება და განათება, შეგიძლია ეს განათება ჩაირთო აქ. სავარძელი წინაც მოძრაობს და უკანას, აი. მე მივარ მე ლეპტოპამდე და მაგიდასთან, ახლა მობილური ოფისია. თუ სადმე შორს მიდიხარ, შეგიძლია ეს ფეხები არ მოიწიო ქვემოდან.
სავარძელი უკან გადაწიო და კომფორტულად იმგზავრო. რადგან იყო ეს მანქანა თავიდან ბოლომდე გათვლილი. ანუ ჩვენი მთავარი მიზანი იყო რომ ეს მანქანა ყოფილიყო კომფორტული და ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერში ადგილი მოვიგეთ, აბსოლუტურად სივრცე გავადიდეთ, რომ სავარძელი დიდი ჩაგვიდგა, რომ ადამიანი კომფორტულად ეს ჰერმესი ჩანთა არის, მაგრამ ჩემი არ არის ეს ჰერმესი ჩანთა. ჰერმესი ორინჯს უხდება. ის მაგიდას ამოწევ. მაგიდას ვამოწევ ხო შორს არის, მაგრამ ეკაც გავთვალეთ. შეგიძლია მაგიდა მოწიო და შეგიძლია უბრალოდ სავარძლეთ იწიო. მაგიდას თავში რაღაცა აქვს და ესე წინ და უკან დადის და შეგიძლია ესე მოიდგა და აქ იმუშაო. მისე შევასრულეთ, რომ თავისუფლად შეგიძლია აი კაი შეხვედრის ოთახია, რომ 4 კაცი დაждდებით. უკან 2 კაცი შეგიძლია დაждდეთ, ანუ ერთი გუნდი აქეთ დაждდეს და მეორე ანუ 2 დილერი იქით იჯდეს და თვითონ კარგო პოლოს თანამშრომლები აქეთ იჯდნენ და შევრულეთ ესე მეტი ოფისი, ან ესეთი კაი ოფისი ჩვენ არ გვაქვს მაგალითად. აქ არის მართვის პულტი, საიდანაც მართავ მთელ შენ მოძრავ ოფისს, განათებები, აი ჩსუქს ჩავაკრე, შეგიძლია ლურჯი განათება გქონდეს. აი ესეთი თეთრი, აი თეთრი დავტოვოთ. ასევე ნახე აი მე გვერდით განათებებს, მაგალითად ყვითელი ხო გვაყენა, აი ლურჯზე გადავიყვანე. წითელი დავსვა და წითელი იჭდა. ანუ ყველაფერი ანათებს კამიზე, ჭერი ყველაფერი ესე ხამე, ეხლა ჩვენ დღე ვიღებთ ამიტომ ესე ხამე ძალიან მაგარი იქნება ეს. ეხლა გადავიდეთ ფარდები, ვიზუალურად ძალიან მომეწონა რა, რაღაცა ესეთი გარემო შექმნა. მყუდრო გარემო შექმნა ამ ფარდებმა, მარტო ის არ არის რომ გარედან არ დამინახონ. ანუ ელექტროფარდები აქვს. ესე აწევ, გაიხედავ გარეთ რა ხდება, ჩამოწევ. ყველგან გვაქვს fast charger-ები, ყველა სავარძელთან, აი ესე. wireless fast charger-ები დადებდა. უცბად დატენის 3 და 4 საათი არ გინდა ხოლმე. ანუ ეგ თავარი მოთხოვნა იყო სხვათა შორის, რომ ტელეფონი ნამდვილად დაგეტა. ეხლა უკან გადავიდეთ. ეს ჩანთა ისევ შემოხდა უკან. კაი. უკან თლად მოწყვეტილი ხარ, მაინც შორს არ ძიხარ და ახან უკან მაგიდა არ გაქვს, ამ სავარძლებს ესე გავაკეთოთ, რომ დავაკომპლექტეთ ისე, რომ აი ესეთი, აჰა მაგიდა გადმოვიდა თავის ჭიქის ჩასადების. აქაც შეგიძლია ესე ლეპტოპი. აქაც შეგიძლია ესე ლეპტოპით იმუშაო. უკან უფრო ესე მგზავრობისას უკან უფრო კომფორტული იქნება და ეს მაგიდა ბევრად კომფორტულია. შეხვედრებისთვის ის მაგიდაა კომფორტული და შენთვის რომ მუშაობ, შეგიძლია უკან გადმოხვიდე და რაღაცა წმადად იმუშაო. უკან სათავსოს ადგილს დავტოვეთ, მაცივარი წინ გადავიტანეთ მძღოლის ხარეს, ეს წყლები ისინი ცივად ყველაფერი წინ შევინახოთ და უკან ადგილი მოვიგოთ, იმიტომ რომ შორ გზაზე ეს მანქანა არ იქნება მარტო თბილისის რო ეს რეგიონებში უნდა ჩავიდეთ ეს მანქანა და ყველას რაღაცა ერთი ჩანთა მაინც ექნება. ლეპტოპის ჩანთები ან რაღაცები ექნება და აქ ფეხებთანაც სადმე თავზე რო არ დაიწყო უკან საკმაოდ დიდი სათავსო დავტოვეთ, სადაც პარკს ჩაალაგებ. ამ მანქანის ერთ-ერთი მთავარი ხილიც არის, რომ ძღოლისგან იზოლირებული ხარ. შეგიძლია ეს დააჭირო ამას და ტელევიზორი ამოვა. და სრულად უკვე ცალკე ხარ, სხვა გარემოში ხარ. წინ ტელევიზორი აქვს, 4 ადამიანი შეიძლება თავის რაღაცა YouTube-ით ჩართოს, არხი გამოიწეროს და უყუროს ჩვენ ვიდეოებს. მთლიანობაში მე ყოფილი ვარ, არ ვიცი, თქვენ დაწერეთ კომენტარებში ყოფილები ხართ, უფრო მეცელოდით, მაგრამ ჩვენ რაც დავგეგმეთ, საბოლოოდ გამოვიდა. არ ვიცი, კიდე გეგმებით 3 თვის წინ რა ვილაპარაკეთ, რა გეგმები იყო, მაგრამ მიზანი ისაც იყო, რომ კომფორტული ლამაზი გარემო შეგვექმნა აქ და რაღაცა მობილური მანქანა ყოფილიყო, მე მგონი გამოვიდა და 10-დან 10. წამოდით ახლა რაღაცა სურპრიზი გვაქვს, წავიდეთ, გამოყვებით და სურპრიზი არ უნდა ვთქვა, ხო? უნდა დავერულოთ. არ გათიშოთ, თქო, დაეროდეთ. ეხლა მოვიდით ბუჯასთან, ავტომოყვარულთან. YouTube-ზე არის ბუჯას გარაჟი, ვისაც გამოწერილი არ გაქვს, შეიძლება გამოიწეროთ. პატარა სურპრიზი გვაქვს, გადავცეთ ამ სურპრიზი, პატარა ვესაუბროთ, საინტერესო საუბარი იქნება ჩვენ შორის. წავედით. ეხლა მე მაქვს შენთან რამოდენიმე კითხვა. იმიტომ რომ ხარ საინტერესებს რა ესე ჩვენ მაყურებელს. ამერიკული მანქანები თუ, ევროპული თუ, იაპონური თუ ჩინური რო არ არის ვიცი. ამერიკელებსაც ყავთ მანქანები, რომლებიც მართლა დასაფასებელია. ხო. იაპონელებსაც და ევროპელებსაც. ეხლა მეც მომწონს რაღაცა იაპონური მანქანა, რაღაცა ამერიკული, მაგრამ უფრო გერმანულისკენ ვიხრები რა, მაინც ევროპაში დავრჩები. ჩვენთან ახლოვდა გერმანია. ხო. ყველა ჩემმა მაყურებლებმა იციან რომ არის Mercedes მოდელები, რომელსაც პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის მაინც ბევრი.
აი ეს кайიყო, მაგრამ მესტეში ვზივართ რა ვქნათ. როცა უკან გინდა რომ იჯდე მაშინ მესტეში უნდა იჯდე. შენი ტოპ 5 მანქანა მითხარი რას იყოლიებდი? აუცილებლად ეს 60. ეს 60 პირველ ადგილს. აუცილებლად. შემდეგზე ისევ BMW უნდა იყოს და Euro 56 მაგის გარეშე არ შეიძლება. უსმონტიდის მოდელი რაც არის ეგ, ხო? კონკრეტულად მაგას კი, მაგრამ ისე გაკეთებადი არის, ხო? კი. ამერიკულებიდან აუცილებლად Ford Mustang-ი 60-იანი წლების ელიანორი მოტაცება 60-ში ასას. გატაცება 60-ში ან 69 წლის John Wick-ის ბოს. მეოთხე იყოს Corvette-ის. კორვეტი რომელი მითხარი? Corvette ალბათ ძველი რა. ძველი რომელი C2? C2, C3, C1. ტოპ 5-ში შეიყვანე. ესე იგი, კაი დამთხევაა. რაღაცა მეც მაგეთგენ წავიდი, შენი არხის ვიდეოები ნანახი მაქვს და მაგენ წავიდი და ნახე ესეთი რაღაცა. რა ხდება? აი ეს შენ გამინდა რომ ესე საჩუქრად C2 ჩემთვის არის C2-ის მოდელი არის ყველაზე ლამაზი. კორვეტებში პირველი ჩემთვის. ყველაზე ლამაზი. ეხლა ვიღაცა შეიძლება დადგმული გქონდეს, მაგრამ რაღაცა არ ვიცოდი და მაინტერესებდა ტოპ 5-ში თუ მოხდებოდა კორვეტი და აი მოხდა. კორვეტის გარეშე ვერ გამ. ვერანაირ. C2 არის Gran Turismo 2 რო გამოვიდა და თუ ერთი იყო, ამასოს დავჯერდა კორვეტი C2 ვავიღე, მეთქი აი ეს არის მანქანა. მაგრამ გამიხარდა ხე კორვეტი რო თქვი და კორვეტიც შევიყვანეთ მეოთხე მეხუთე მოდი იაპონური. ანუ რა რაწყინო იაპონურებს თუ გულით დამსახურებ. აუ, მაგრამ მაინტერესებს რომ რა სიტყვი ხა იყო. კაგინა სამი ვარიანტი ვთქვა მე. პირველი ფიქრობ სუპრა სიტყვი. მეორე მაგას ვამბობ. მაგას ამბობ. ხო, კაი ხუთეულია. კი, კაი ხუთეულია. მე გეტყვი ჩემ ხუთეულში რომელი მოხდა მაგ. და კორვეტი რატო შევიყვანე ვიტყვი. LS-ის დრო. LS-ის და მე და LS-ის და ერთი ვარჯა. კი, დანახი. C2 იმედი არ ყავდა. არ მყავს. ნორვეგი არის ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი. ტოპ და. და C2-ის კორვეტი კიდე ყველაზე ლამაზი კორვეტი. ვინც არის ის იმას გონია რომ რაც უფრო დიდია მოდელი, უფრო ძვირფასია. ანუ ეგ მინდა რომ ავხსნო. მოდი მასშტაბებში. ხო. არის გავრცელებული 1.53, 1.24, 1.18, რომელიც აქ გვაქვს. ანუ C2 კორვეტი რო ავიღოთ ნამდვილი. 18 ჯერ პატარაა ეს. 18 ჯერ პატარაა ეს. და კიდევ არის 1.8. გუჯას არხი უნდა გამოიწეროთ. გუჯას არხი უნდა ავიყვანოთ 10000 გამოწერეთ რა შეიძლება მალე, იმიტომ რომ გუჯას რაღაცა სურპრიზი აქვს 10000-ზე. გუჯა შენ უთხარი ეგ რას აპირებს? 10000 გამომწერზე ჩემ არხზე დაიდება 1.8 მასშტაბის პროექტი. პროექტია თან. ანუ ესე არ არის რომ პირდაპირ გამზადებული პროექტია, პირველი ვიდეო დაიდება და კპილდებით რომ ყველას ვისაც საავტომობილო თემა გვიყვარს და ასე შემდეგ ყველასთან ახლოს მოვა ეგ მოდელი და ეგ მოდელი არის ჩემი ყველაზე საყვარელი მოდელი უბრალოდ არ ვამბობ ხო სურპრიზია რა ხო გამოიწეროს რომ გაიგოთ 100000 აუცილებლად უნდა დავკეთო აქეთ 100000 შენ 100000 ვითხოთ მაგრამ ხალხ დაავიწყდა უკვე მეგონი ავიწყება გამოწერა ისე მოდი ერთ რაღაცას შემოსყურება უნდა და გამოწერა ეწევა ხო ეგ არის 1000 გამოწერა უფასოა ძალიან გამიხარდა რომ ეს C2 შენ ტოპ 5-ში შევიდა თან არ ვეროდებოდით მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ C2 ერთ-ერთი შენთვის ხო მაგრამ ტოპ 5-ში თუ შეიყვანდი საერთოდ მაგარი დამთხოვა ახე რა ყენია იქ რა მინდა რომ ამერიკა ვიკატაოთ არ არის და ის შეგრძნებები ავიღოთ რა ამ მოდელს უფრო დიდი ფასი კონდეს შენ თაროს არ არის წამოეხა მე და შენ გადავიდეთ იმ მანქანაში და გავისეიროთ აუცილებლად სუნი მაინც ჩემოა არა ღირს ხო გამაზე ღირს სპატაშურის ფერი ძამაგრაო წითელი კორვეტი სამწუხაროდ ეხა აღარ გამოდის სიმართლე რო გითხრა მე მაინც არა კაბრიოლე ჰარტოპი რომელიც იყო ის მირჩევნია ხო ნუ ჰარტოპი არა კაბრიოლე თავისი მუღამი აქვს რა თავისი მუღამი აქვს ჰიბრიდი და ელექტრო მანქანა აღარ არის გაფუშტა კი
აი ეს იყო მანქანები რა. მაგრამ დღევანდელი რეალობა ეგ არის. ხო, სხვანაირად არ გამოდის. რა, ეს მოდელები მე მგონია რომ უფრო მაგრად დაფასდება ვიდეო. რა თქმა უნდა. ეხლა ელექტრო რა მოდელი უნდა გამოუშვან, ეს გინდ ჩინური იყოს გინდის, რომ რაღაცა წლები გავიდეს და მე ვიღაცამ თქვას, რომ როგორც ჩვენ ახლა ამაზე ვგიჟდებით, ამ დროს ხო დაბადებულებიც არ ვიყავით ჩვენ. ხო რა. და თქვათ, რომ აუ ეს მოდელი მინდა. ეხლა შენ წარმოიდგინე მე და შენ 200 წლის მერე და ვზივართ ჯილიში ან რაღაცა იმაში და დავდივარ და ვარა მაგარი იყო ამბობ. ეხო გამორიცხულია. მაშინ როცა ეს მანქანები კეთდებოდა ვიზუალსაც ეკცევდა ყურადღება ტექნიკურად, ანუ ყველა დეტალი, თუნდაც ამ მანქანაში რა. ყველა დეტალი გათვალისწინებული. ამ 70-იანების ამერიკა არის სასწაული. იდეალური. აი, მაგიტო ვიცხოვრე 70-იან ამერიკაში ვიცხოვრებდი მანქანების გამო. ინდუსტრია ესეთი განვითარებული იყო. აი რა, ეხა არ არის ეგ, მაგის მე არც ყოფილა ამერიკაში მით უმეტეს. მაგრამ აი ხარისხის ვარიანტი რომ ვილაპარაკოთ, გერმანიას ხარისხი აქვს. კი. აი ვერავინ ახლოს ვერ კი, ვერასდროს. ეგ მართალია. ამერიკელები სამწუხაროდ ხარისხს ისე იყიდებენ ხოლმე. თავარია დიდი ძრავი იყოს. არა, მაგარი ძრავი. გერმანელებს ეგ გააქვთ რომ რაღაცას ისე საკეთებენ ხარისხიანს, რასაც ჩვენ მაგ ქართველებს, კინ ამერიკელებს 100 წელი რომ იცდა 200 წელი ვერ გააკეთებენ, არ გამოგივა. ხო, რაღაცა შენი არ არის ჩემი. მაგალითად მე სმენა არ მაქვს. ვერ ვმღერი. ხო და ანუ 300 წელი რო ვიცოცხლო, მაინც ვერ ვიმღერებ, რა არ არის ჩემი რა. იტალიელებსაც მაგარი დიზაინები აქვს. დიზაინების მაგარი აქვს, მანქანების მაგარი. კი, იტალიაც არა ხარისხი არ თქვა იტალიელების. ხო, ხარისხი. ქართველებს რა ეწყოთ იგივე იქნებოდა რა. ავენტადორი რო აქვს რა. ხო. რატომღაც გული დამწყდა იმაზე, რომ გარედან ვიზუალურად მაგარია. ხო. შიგნით არის პლასმასი. აღარ ეს ჩვენი ტაჩკა, მე მიტარებია. ჩვენ ზვაკაც ყავდა რა 2014 წელი იყო თუ რაღაც ავენტადორი პირველ წელს შეწყო და მარა შეგძნება ეს ძრავი უკან მაშინ რო ვიჯექი და სიჩქარე რო გადავრთე მეგონა რომ ციდან რაღაცა დამეცა ისეთი ხმა იყო. თავარი ხო მაგდრო შეგძნება მაგას ხო მაგისტრის კიდო. ხო, თავარი შეგძნება. ეს 60-ის M5 რაც შენთანაც პირველ ადგილზე დგას და ჩემთანაც ეგაც შეგძნება არის. თორე რეალურად ეგ მანქანა ყველაზე ფუჭებადი მანქანა. მე ისე ამხოლ მე 60-ზე ზვაკაც უნდა ყავდეს. ზვაკაც? ხო, როცა მოგინდება, საერთოდ წახვიდე იგულაო და მე ზვაკაც უნდა აკეთოს რა. კაც რომ ლამაზი ხალი მოეწონება რა. ხო. და სურო ნერვებს გიშლის და ბოლოს რო აი დაბრედომდე რომ იყავ რა. არა მაინც რო თავს ვერანებ. ეგეთი ტიპია რა. ტოქსიკური ურთიერთობაში რო რა. თავს რო ვერანებ და მაინც რო გევასება ეგეთი ტიპია. ეს 60 M5 რომ ყავდა, მანდენი არც ერთ მანქანაზე არ მაგ დახარჯული, რაც მაგან დამახარჯინა ნერვები, თანხა, ყველაფერი, მაგრამ რო გავყიდე ის მანქანა, გული დაგჭირდა. არა, თქვი რომ მეთქი ცოტა ხანი კი BMW-ს არ ვიყიდი მეთქი, რა საერთოდ ყარო. ცოტა ხანი. ხო, BMW-ს არ ვიყიდი მეთქი და ზუსტად ორ კვირაში ვიყიდი ახალი M5, იმიტომ რომ მალე გადაგდის, გავიწყდება რა. პირველი ეს 60-ის M5 ჩამოიყვანეს პირველი BMW ცენტრი რო იყო მან. ხო გაყიდეს და მეორე დღეს მოაბრუნა მომხმარებელმა. სახელგვარი არ ვიცი, მაგრამ არ მოეწონა? არ მოეწონა, მაგრამ გაფუჭებული არის რომ თავ რაღაცა ურტყავს და ცენტრიც არ იცოდნენ რომ ეგრეავად ეგრე უნდა ყოფილიყო იმის პოლოფი ხო ახალი. არა, იმას ეს 60 როგორ არის რომ გადართა, უკინა გონია რომ ვიღაცამ პანჩური მოგცა. თან უნდა დასვა ზუსტად, არ ბოლომდე დაარტყევინო და აი ცოტა უნდა დაუტოვო და მან რო რტავ, გონია რომ პანჩურს გიტყავს ვიღაცა და ეგ არ იცოდნენ მაშინ და გაფუჭებული. ცენტრმაც დაიბრუნა. G-series M5 რო გამოვიდა. ხო. მოგწოვთ. თუ ჩვენ მაგ მანქანას შევხედავთ როგორც ქალაქში გადაადგილების მანქანას, მაგ შემთხვევაში კაი არის. სპორტულ მანქანაში აღარ გადის. სპორტული ნახევარი მანქანა, სპორტული მანქანა ვერ იქნება ფიზიკურად. აი ვიზუალურად. ვიზუალურად როგორ ისე აი BMW-ა, აი ისე ვარ მიჩვეული ვარ, აი რაღაცაზე ვარ ეგრე, აი მაგალითად Nike და Adidas-ი რა იყო. Nike მომწონს ბავშვობიდან. რო შევდივარ მაგაზე, შევა უკეთესი Adidas-ი იდოს. არა Nike მიჩვენია რა. ხო, ეგრე ვარ რა BMW-ზე, რო როცა E34 ყავდა, მოშვებული, E39 ყავს, E60 ყავს, M5-ზე. მაგის მერე G-series რა უშვებ.
ისე გასო. არა, ეგ ბაზარი არა. просто მე არ მინდა მაინც უდი თქვაფები. ანუ ეგრე ვარ, თორე. მეც მე ესპანი ვარ, მაგრამ ო, დევანდელი რეალობა ეგრეა. ვერ გაიქცევი რა. აი F90-იც კაი. მე ეს ტესტირება იყო ტრეკზე და მან ვიჯექი, მაშინ რო ჩამოვიდა ეგ მანქანები. ერთადერთი რაც მომეწონა, იმდენად წონა არ იგრძნობა მანქანაში. მართლა? ხო, ანუ აი 2 ტონა ნახევარი მანქანა რო ტრეკზე ნაკლებად გრძნობს მაგას და თან მე ფურგუნი გავტესტე და ამბობენ რომ ნუ სედანი ჯობიაო, ბევრათო. ნუ ეხა ეგ მოდელი რო ისტორიას არ დარჩება, მაგას რაც უნდა აი ლაპარაკი. მაგას ვამბობ რა, თითქმის ყველა M5 ისტორიას შემორჩა. ჩემი საყვარელი M3 არის E46. ცოტა მეტ ძალას მივცემდი და მეც შემოგიერთდებოდი E92 და ბოლო ატმოსფერული ძრავი იყო E92-ში და ჩემთვის საუკეთესო იყო. არა E46-ში კაის იყო, რომ E46 საერთოდ არ ფუჭდებოდა, ეგეთი არ მე არ გამიგე. მანქანა მყავდა 2 წელი, ყველაფერს ვშვებოდი. არ გაფუჭებია. ტრეკზეც დავდიოდი, ყველგან დავდიოდი. M-ით ხო? M-ით, M3, M5-ით შასი არ იყო თუ ან ვიგაზავებდიან რაღაცა. აი ჩეკი რო ამოვარდებოდი და მეთქი არა. M5-ის S60-ის მით უმეტეს ჩეკი ჩოლებრივი აბა. უნდა ათოს რა. ო, ჩეკი უნდა ათოს. მაგიტომ არა მაგარი. სანამ აათებს მაგარია რა. ხო და მაყურებლებს კიდე მიმართოთ რომ არხები გამოიწერეთ. კი, არხები გამოიწერეთ, აუცილებლად გუჯას სარხი გამოიწერეთ. თქვენიც აუცილებლად. იმიტომ რომ ეგეთი უნიკალური პროექტები მე მგონი საქართველოში კარგეთი. კიდე გვინდა რომ კიდე მაგარი პროექტები გავაკეთოთ. იდეები გვაქვს. ერთადერთი ჩვენი პრობლემა რაც არის დრო, ყოველთვის რომ ჩვენ გარდა იმისა რომ ჩვენთვის პროექტებს ვაკეთებთ, ასევე სერვისი გვაქვს და GM-ი ვიცი. ხო და GM-ი და თან დრიფტი. და დრიფტი იმდენი დრო მიაქვს ჩემ ცხოვრებაში, რომ კი, მაგრამ მაგარია რა. კი, დრიფტი. აი ფორმულა 1. ხო. შენთვის საუკეთესო ვინი ხო? საუკეთესო ვინი იყო? ძველები. ჩემთვის საუკეთესო იყო ჰანტი. ჯეიმს ჰანტი. რატო იცი? ნიკი ლაუდას რომ მოუგებდი, ხო. ანუ უსაზღოდ ნიჭიერი უნდა ყოფილიყავი. კი. დარწმუნებული ვარ რომ ჰანტი ვაფშე საერთოდ არ ვარჯიშობდა. არაფერი არ აინტერესდა, ინსტინქტების დონეზე დადიოდა. ვინც არის ჯეიმს ჰანტი და ნიკი ლაუდა ვინ იყვნენ? უყურეთ ფილმს რაში ბოლა. ო, მან კარგად არის ფოტოშოპი და იდეალურად არის ყველაფერი. ჩემთვის მაინც ჰანტი, ნუ ეხა აიტონ სენაზე და იმა ეხა ეგ ყველასთვის როგორც აი ბოქსში რო აიღო ხარი მუჰამედ ალი და მან დამთავრდა. მაიკ ტაისონიც მუჰამედ ალის აღიარებს, მაგრამ მე მაიკ ტაისონს ვაღიარებ. მაგის ისტორიიდან და მაგის რავი ბოქსიდან გამომდინარე. ვისაც გინდათ რომ მანქანები შეგიყვარდეთ. არა, ვისაც გინდათ არა. თუ არ გიყვარს ვერ შეგიყვარდება. აიცი ეგრეა. არა, რაც გასიჭული არ გაქვს იმას როგორ შეიყვარდეთ, უნდა გასიჭული. არა? კი, მაგაში მოხდა. აი ესეთი მანქანებიც უნდა იაროთ ხო, რომ ნამდვილი ავტომობილის შეგრძნებები დაწოვოს. პრიუსით მანქანას ვერ შეიყვარებ. მეც მაგას ვამბობ. პრიუსი შეიძლება მომეწონოს როგორც აოჯახო მანქანა. ამას პრიუსი ვერ მოგწევს. ჩემთვის კიდე ავტომობილი მთავარია, შეგრძნება რა. ავტომობილი შეგდება, მაგრამ ზოგიერთი არის პუნქტიდან B პუნქტში რომ მივიდეს და ის პრიუსით მივა, კორვეტით მივა, ერთი მივა იმის მნიშვნელობას არ აქვს და ავტომობილოთი ძალიან ეხა ქალაქში რო დადიან და მე სიმართლე ვიტყვი, მეც მიჭირს იმდენი საქმე მაქვს და დავრბივარ, მაგრამ ქალაქში რო E36-ს ხედავ ხოლმე. ან რაღაცა ეგ E34-ს ან ძველ მერსედს. მექანიკით ხო რომ საცობში დგას და წვალობს და რაღაცა ხვდები რამდენად ევასება მანქანა რა. ხო, მაგითი ჟარგონულად ვთქვა და кайფობს. ხო. მაგრამ მაგრა წვალობს და ეგ წვალება უღირს იმ кайფად რა. კი. აი ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის. მე ძალიან გამიხარდა რომ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს და პირობას გაზრო ხშირად გადავიკვეთებით ხოლმე რა. მარტო ამით არ დასრულდება ჩვენი ურთიერთობა რა თქმა უნდა. ავტო ენთუზიასტები ავიღოთ რა. აი მანქანებმა შეაყვარა ხალხს მანქანები. 100%-იანი. იმიტომ რომ აი ელექტრო ერაში რო დავაბადებულიყავით ჩვენ მანქანები არ გვეყარებოდა. ჩვეულებრივი ნიუტი იქნებოდა. ხო. ელექტრო თემა მგონია რომ ყველაზე მოკლევადიანი თემა იქნება და მალე რაღაცა სხვა რაღაცაზე გადავალთ. მიუხედავად იმისა, რომ ხა წინ Tesla მიდის და ელექტროდან ვიღებე. ეგეთ საქმეებში კაი ტიპებია რა. ეგეთ რაღაცებშიდან გამოიყენო. კი. არა ეკონომიურია, ფუჭებადი არ არის. ნუ ეხლა მე Tesla-ზე ვამთვრე. ჩინური მგონია რომ ცენტრალ გამოიყვან
გარანტია გაუვა და უნდა გადააგდო. ელექტრომანქანის პატრონი ყოველთვის გამოიხედავს თუნდაც კორვეტისკი. აი ამ კორვეტისკი. იმიტომ რომ ეს ლეგენდა. ეს Tesla რამდენიმე წელიწადში უნდა დაკეცო და ეგრევე ხო იცი აი მაშინ რო არის მოტაცებას 60-ში. რო ჭყლიტავენ მანქანა. აი ეგრევე დაჭყლიტა. ბატარეები გამოიღო და ბატარეები როგორ უნდა გაანადგურო ეგ არიციან ჯერდა რა. აი მანქანებს რა რო ყიდულობენ და აყენებენ რომ აი ხელი არ დაადო და არ დაიკავო. ანუ თუ არ იკაიფე მანქანას რა მოა რა თქმა უნდა. ეგრე საკოლექციო მოდელებიც მიდევს. ხო, აი ეგ საკოლექციო მოდელი უნდა გასულ. ეთახმები არ მოსწია. მეც მაგას ისეთი მანქანა არ უნდა გეყენოს გარაჟში, რომელიცაც გასვლა არ მოგინდება. აი სიტყვაზე ელეონორი რო ავიღოთ რა. ელეონორის რეპლიკებს ხო აკეთებენ. კი. ეხლა კიდვა შეგიძლია რა და ბარეტ ჯექსონის აუქციონზე გაიყიდა ერთ-ერთი ეგზემპლარი, რომელიც კინოში მონაწილეობდა. ჩემს ტოპ 5-ში ესე რო ვთქვა, ორი მანქანა S60 და ელეანორი 1000% აი პირველ მეორეზე არიან. პირველზე მაინც ელეანორს შევიყვანდი, იმიტომ რომ ეგ კინო ჩემთვის მოტაცება 60-ში პირველი კინო საერთოდ, ნუ ავტო თემაში რა კინოებიც არის. ტოკიო დრიფტი აუცილებლად ფორსაჟიდან, არა. აუცილებლად. პირველია. ტოკიო დრიფტი არის, აი მათ კარგად ამბობენ, რომ პირველ დრიფტერებს თამუგარ ნახათ ესებიო. ტოკიო დრიფტი იმდენჯერ მაქნა ნახი, რომ აი არ ვიცი. ბავშვობაში ტოკიო დრიფტს უყურე და გლადიატორს. ისინი ამ გახსენებაზე ერთი ტოკიო დრიფტს უნდა უყურო, კიდე გაიხანე არ მინდია. ეს ახალ ფორსაჟებს აი მუღამი აღარა. ხო, რა ვიცი, სიდან ფრენად. ყველაზე ცუდი რა გააკეთეს, იცი? კოსმოსში რომ მანქანა გააფრინეს თბილისიდან. ხო, რა, ვეფხვი და მოყმინა რაღაცა მარსზე რო გადიან, აი ეგეთ რაღაცა ისეთი კადრები იყო. და ძველი ფორსაჟები კიდე აი ყველაზე საყვარლებია ჩემთვის რა. ძველ ფილმებში ავტომობილები იყვნენ გმირები და მსახიობები დამხმარეები იყვნენ რომ ავტომობილებს ემოწმებათ. ხო. თუნდაც ელეონორი, თუნდაც Bad Boys Porsche, რომელიც ჩემ კოლექციაში დევ. აუ, ელეონორი თიცი მუღამი მაქვს. ესე ზადენით რომ მივდიოდი და სარკე გავარტყა. აი ციკ რომ მოსდევე და ესე რო ასწორებ სარკეს აი. მაგის მუღამი მაგ. ეგ მანქანას თუ ვიყიდი, ოჭველი სამე უნდა გავარტყი. იმედია კარებს არ გავაყოლე. სანამ დაждები ხელი უნდა გადაატარო. რო ეფერება მანქანა. ფერარის რო შავსიაში ყავს ნიკოლას კეიჯი. ენცო ფერარი გაყიდა თვითი რეგულებაზე იყო და შავსიაში შეიქმნა. მაგას ჯასტინ ბიბერიც შავსიაში შეიყვანა რაღაც ბოდიკიტი რო დაუყენა. არა, ბოდიკიტი არა. ფერი შევწვა. ბოდიკიტი შეცვალა არა? თუ ბოდიკიტი შეცვალა. ხო, ფერი მახსოვს რომ წითელი 458 ყავდა და ცისფერი გააკეთა. ეგეთ მანქანას ვიყიდო, ხელი აღარ უნდა მოკიდო რა. იტალიურებიდან ფერარი თუ ლამბორგინის ამბობენ მე. ფერარი თუ ლამბორგინი მოდელს გააჩ. ეს ახალი ეხა ეს F90-ები და ეგენი მოგწონს? ძალიან მაგარი. ეს F90 ხო, მაგრამ აი ბოლო რო გამოუჩეს რა, დოდიჯი ცილინდრი რო გამოუჩეს. ხო. მაგაზე უნდათ რომ ლეგენდა 250 GT 20-ს დავსებინოთ, მაგრამ ჩემთვის ვაფშე არ არის. თუ გინდა რომ მანქანა მიყვიროს, მაინც ფერარია. თუ ცოტა ნაკლებად გინდა რომ იყვიროს, მაგრამ ვაი, ეს ლამბორგინია და. ხო, აი მეც მაგაზე. არა, სინამდვილეში ორივე Porsche ჯობია. ეგანია. Porsche არის ტრეკის საუკეთესო მოდელი. და მე მგონი ხა Porsche-ს მაიგამაცვია მე. ო, ტრეკზე 911? კი, 911. ტურბო. ტურბოის. ტურბოისი არა, GT3 RS. მით უმეტეს. ო. მაგას ტურბოისი უფრო ქალაქზე მორგებული ტიპია რა. 911 არის საუკეთესო ტრეკი. სხვათა შორის ჩვენ ერთ-ერთი პროექტი გვაქვს Porsche-ში ჩავდეთ ნახე ეგეც. Honda-ს რა. და დავაანოთ სოთქვა, მაგ Porsche-დან ვიღებთ მაგ Honda-ს რავს უკვე და ვდებთ LS-ზე. LS-ზე. ხო, მაგარი რაღაც გავა. არ შეიძლება ქობულა გამოჭრას ეს, იმიტომ რომ არ უყვარს ხოლმე რაღაცები. ფათაშორის ჩემთან პირველი ვიდეო, პირველი განხილვა. მანქანის განხილვა პირველი იყო ელეონორი. აჰა. ელეონორი ჩემთვის პირველია, მართლა ისეთი მოდელია, რომ ელეონორი. კიდე რა მანქანებია ისეთი. იაპონურებში აი ეს კინომ რაც გამოყარა, ძირითადად ეგენია Supra და ეგეთი ხო რა. ბავშვობაში Mazda RX-7 ისე მევასებოდა. ეხაც მევასებო.
onu mašina აი მეთქი Mazda RX-7 თან ჩემ ბავშვობაში საბურთალოს ქუჩაზე ყავდა ვიღაც არ მახსოვს. შაურმების ქუჩაზე ზახიან. ხო. მაგ ადგილს მაგ საბურთალოს ქუჩაზე მაგ მონა. და მან დიდგა და ისე მევასებო და მეთქი ეს უნდა მყავდეს. და იქა აი ტოპ 40-ში მოვახვედრებ RX-ს. ხო. სუპრას სუპრა ლეგენდა. ძველ სუპრას. კი, ძველ ახალი სუპრა არ მოწონს. იღეთ იმის რომ BMW არის, ხო. მე შიგნით რომ ვიჯექი ხედვაც არ მომეწონა. მაგრამ ბევრმა თქვა. სხვა სახელი რო დაერქმიათ მაგ მანქანისთვის უფრო კაი რაღაცა გამოვიდოდა. ხო. GM-ზე სულ მაგას ვამბობ, რომ აი MPV-0 ავტომარიაზია რა. ხო, ფიტალაის, ხო. დაახლოებით ეგეთი GM-ი არის ეგეთი კომპანია რა. შენ როგორ ვაგიცი, ძალიან ბევრი პროექტი ვარ ხოლმე მიმდინარე. შეიძლება ტექნიკურად ბევრად დატვირთული პროექტი იყოს, მაგრამ YouTube-ზე მაგას არ ვიჯობთ ხოლმე. გონია რომ მაინც მაყურებელი ვერ გაიგებს, ძალიან ცოტა ხალხი იყო. უფრო აი ესეთი რაც ვიზუალურად კარგად ჩანს, ვცდილობთ ხოლმე ეგენი გადავიღოთ. ისიც მაგარი ვიდეო იყო სხვათა შორის. ძველი სარბოლო მანქანები რო გადაიღეს. ფორმულაზე, ხო. მაგის რესტავრაციას ვიწყებთ და დაწყებული გვაქვს და ეხლა გაზაფხულზე გვინდა რომ ეგაც დავამთავროთ. ეგეც საინტერესო იყო. სხვათა შორის YouTube-ი ძალიან შეიცვალა რა. უფრო საინტერესო გახდა ამ ბოლო წლებში. უფრო საინტერესო, მაგრამ რაღაცა AI ჩააშენესო, რაც ბოლო ვიდეო დავდეთ, ნასვამი ვზივარ საჭესთან, მოს და დახეულ ტერიტორიაზე. ხო, აი ისე არის, ყველაფერი ისე არის, რომ დაცული არის, მაგრამ მაინც ბავშვებს არ ამოუგდო ეგ ვიდეო. არა და პირიქით ბავშვებისთვის და იმისთვის არის, რომ არ დალიო ეს. სხვათა შორის რეკომენდაციაში არ გაუშვა და მაგიტო არ ვიცი, რაღაცები არ მოვა. ტიპი არის, ხო, ვისაც არ გაქვთ ეგ ვიდეო ნანახი. ნახეთ, ამის წინა ვიდეო არის, ძალიან მაგარი ვიდეოა, ბევრ წიხალისებს. კი, უყურეთ, თან იხალისებს და თან ისწავლით, რომ არ შეიძლება დაждო. ხო, მაგ ვიდეოს აზრი ეგ იყო. ისიც მაგარი ვიდეო იყო. ბუსას და მინი კუპერის ჯახი. ბუსას და მინი, არ კიდევ. ესა ჩვენი ვიდეო, იმედი აქვს მოგეწონა, ბიჭაში რას თქვა. რას ვიტყვი და აუცილებლად გამოიწერეთ ამ კაცის არხი, იმიტომ რომ უნიკალური პროექტები აქვს, ძალიან მაგარ ვიდეოებს აკეთებენ და ამ ემოციებისთვის და იმ საჩუქრისთვის ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მე პირიქით, შენ მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავენ. თქვენ უფრო დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს შეგრძნება, რაც კორვეც აქვს, ძველ კორვეც, მე გავიგე როგორია რა. კაი, მოდი გინდა აქვე რაღაცა ვთქვა. დრიფტის მანქანაში ჩაჯდები? კი. წავიდეთ, მე ზაფხულის სეზონი რო გაიხსნება, მე და შენ ჩემი დრიფტის მანქანა, всё. პირობა. კარგი, გამოიწერეთ არხი, გუჯა 1000-ზე 1000% ავიყვანოთ. ჩვენ წავედით, თქვენ კიდე სულ მწვანეზე გევლით.